ახან საუბარი ქონდა იორდანე ხოცაძეზე, იორდანე ხოცაძე იყო ჩემი სიდედრის ლიდას ბიძაშვილი. და რა თქმა უნდა სიმონიკა ძმა იყო ლიდასი და იმის ბიძაშვილიც იყო და სიმონიკა მენშევიკი იყო. მამის ნარიმას დუქანი გააყიდვია და რა ვიცი ერთ სიტყვით დატოვა ასე სოციალიზმს აშენებდნენ თავის შვილს და მაგრამ მენშევიკები თანდათანობით დაიჭირეს სიმონიკაც. ამ დროს ამათ ოჯახს ჰქონდა ურთიერთობა მაღალი წრის ხალხთან, თანამდებობის ხალხთან და მიაღწიეს იმას, რომ ფილიპე მახარაძესთან, მაშინ ცენტრალური კომიტეტის დივანი იყო ფილიპე, შევიდა შინეული კაცი და თხოვეს, რომ როგორმე ავადმყოფობის მიზეზით მეტეხის ციხიდან გამოეყვანათ სიმონიკა. ფილიპეს უთხოვს, რომ გავაკეთებთ ამას, მაგრამ ეს ისეთი ბუნების კაცია, არ მოისვენებს, არ გაჩერდება და მოკლავენ, დახვიტავენ. ეს ნაკადიო 60 კაცი გადაწყვეტილია, რომ უნდა წავიდეს საზღვარგარეთ. ესე იგი არ ხრეთდნენ ცოცხლად, ესე იგი ემიგრაციაში უნდა წავიდეს. სიმონიკასთვის უთქვამთ ეს მოუხსენებიათ, რომ ასე მოახერხებთ ექიმის საშუალებით. მეო ორ სკამზე ჯდომა არ შემიძლიაო. ესე იგი გაჭერით თქვენი თქმა და გადაწყდა, რომ გაუშვეს სესტაფონში რო ჩამოუვლია მატარებელს მარტო დედას ანახვეს, სხვებს არ მიცეს ნახვის საშუალება და მომხდარა გერმანიაში. გერმანიაში აქ ეკონომისტი იყო უმაღლესი განათლებით. იქ იურიდიულზე შესულა და მორი ტრამვაიში ვათევდი ღამესო. ახლა ფული ოთახის ხირავების და ასე თან სწავლობდი, მაგრამ ბოლოს ვერ შევეგუება, გერმანელები ცოტა ძუნწი ხალხიაო და ჩეხებიო, უფრო ქართველებს მომაგონებენ ხასიათს და დასულა ჩეხოსლოვაკიაში. იქაც დაწინაურებულა და ჩეხოსლოვაკიის უმაღლეს სასამართლოს თავმჯდომარედ აურჩევია. ეს არის სიმონიკას ნაამბობი, როცა დები ჩავიდნენ მასთან სანახავად. რა თქმა უნდა, იმან გამოგზანა ვიზა იქიდან, იმათთვის უთქვამს, რომ აქაც შეცდომა დაუშვიო, პოლიტიკას არ უნდა გავყოლოდიო. და ეს იყო უკვე გერმანიამ რომ ომი დაიწყო საბჭოთა კავშირში, როდესაც ის პერიოდი. და რაღაც იქ ქონია შეცდომა და გაუთავისუფლებია და მერე უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, დოქტორი იყო. ერთ დღეს მოვედი სკოლის დირექტორად მუშაობდი, და საღამოს ძალიან დანაღვლიანებული იყო ჩემი სიდედრი. ნათელა არ იყო სამსახურიდან მოსული. კითხე რა შეასწავლე, მილიციაში მიბარებენ. შეშინებული იყო ხალი. რაზე გიბარებენ? რა ვიცი, რაზე მიბარებენო? შენო სიმონიკას დახარხო და აიდევენ. რო დამიჭირონ, შენ ვიღა დაგიჭირავს გაუთხარი რა, ჩევედი. და სიმონიკას იქიდან ესე იგი მოუხერხებია, რომ შემატყობინეთო ჩემი მემკვიდრეებიო, ვინ არიან ცოცხლებიო. და ეს მილიციაში მოსულეს უნდა გაერკვიათ ახლა, დაიყო და უნდა დათმავა. გაუგზავნეს მერე პეტრე, ანიკო და ბაბულია თბილისში ცხოვრობდნენ, იმათი მისამართით ჩამომართვეს და ლიდას რომ ეცნობებიათ იქ ჩეხოსლოვაკია, საბჭოთა კავშირის კულტურული ურთიერთობის საზოგადოებაში იყო ეს შეტანილი მათი სიმონიკას და გაუგზავნეს.
შემდეგ მან გამოგზავნა ვიზა და დები ანიკო და ბაბულია წავიდნენ ჩეხოსლოვაკიაში. მატარებელზე დავხვდით და რაღაცები ლიდამ ძმასთან გაატანა 27 წელიწადი ძმა არ ენახა და დარი იყო თუ ცოცხალი ისიც არ იცოდა. ჩასულან რა თქმა უნდა იქ ელიან მატარებელზე და რო ჩასულა რო იცის შეხვდენია სიმონიკა და მისი ცოლი მეუღლე ერთად და წაუყვანიათ სახში ჩვეულებრივ საუბარი დასულა 8 კულტურის სახში ჩეხოსლოვაკიაში მოუწყვიათ შეხვედრა რომ დოქტორ სიმონიკა კოცაძის დები ჩამოვიდნენ ზღვის სანახავათო და შეხვედრა რა თქმა უნდა საზეიმო ვითარებაში ყოფილა. ანიკო მიყვებოდა რომ განსვიფრებული იყო ამათ ყოლია სიმონიკას და ქალი მრეცხავი ასეთი რომ გროვდებოდა სარეცხი თეთრეული ყველაფერი და მოვიდოდა კაჭკი წაიღებდა რამდენიმე წყვილს ახლებთ 2 კვირის ერთი თვის საყოფს და გარეცხავდა დაუთოებდა მოუტანდა და ამას მიუპატიჟნია სოფელში ესე და მივდივართ ახლა ავტობუსიდან გადმოსულა სიმონიკა მისი ცოლი ბაბულია და ანიკო 4-ვე მივდიათ ახლა ფეხით ყოფილა ცოტა გასავლელი გზის ორივე მხარესო დახუნძლული იყო ხილი ვაშლი და სხვადასხვაგვარი წყურა დავოდა წავიწია ვაშლის ასაღებათო ჩემი ძალიოს ეგ სიმონიკას ცოლი მეც ხელში არის არ შეჭამო არ შეიძლებაო აკო ვინც გაივლისო და იქნება ჩამოვარდნილი ვაში უნდა აიღოსო და ეგერ შეგროვებული რომ არის ასეც უნდა დადვასო ყველასო ესო ვადებულებაა ყველა მგზავრის ხავლელის განსვიფრებული იყო ქალი რომ ასეთი იქ რა თქმა უნდა კარგი შეხვედრა თბილად თუმარმას ვიზობის წესი ასე ჩარეულა გაიარა დრო და სიმონიკამ კიდევ გამოგზავნა ვიზა ძმისთვის პეტრე კოცაძის ძმას გამოგზავნა ვიზა ცოტა ახლა ფიქრობდა დაბრუნებაზე საქართველოში როგორმე ხერხევინა მოხუცება ამ დროს 75 წლის იყო და ნოსტალგიაო წერდა წერილში ჩემო დაიკო ლიდავოს მოხუცებულებაში დიდი უფრო დიდი არის და აქეთ ხონდა გულისული და ვიგზავნიდა პასილკებს აი ბავშვებისათვის ამ დროს სახლს ვაშენებდი და მოწერა ლიდას კარგიაო შენ სიძეს სახლის შენელობა დაუწყიაო მაგრამო შვილები არ დატოვოთო უსწავლელიო ხოდა ეს ახლა ის პერიოდია ახლა როყრია საკონელი რა გინდა მაღაზიაში სულოდაგულო თუ ფული გაკიყიდა მაშინ არ იყო 65 წელში ასე იმპორტული საკონელი ჩამოდიოდა ცოტა აკეთი კითხვა გზანიდა ბავშვების ტანსაცმელს მე ძვირფასი კაშნი გამომიგზავნა და სვიტრი და წერდა რომ არ არისო უფლებაო 10 მანეთზე ზეით ღირებულების იყოსო პასილკაო და შემდეგო კიდე გამოვაგზავნიო პატარ-პატარას და იყო მიწერმოწერა ძალიან ერთმანეთში წერილი მოდიოდა თავისუფლად მე პეტრეს რომ საგზური მოვიდა იქიდან ვიზა წავიდა და თითქოს ფიქრობდნენ რომ როგორმე ჩამოეყვანათ მაგრამ ცოლი ძალიან წინააღმდეგი იყო პოლონელი ქალი ყოლია ისიც ემიგრად შვილი არ შეძენია და ასე რომ პეტრესაც იქ შეხვედრები მოუწყვეს დიდი პატივისცემით ასე და დარჩას სიმონიკა ბოლომდე ჩეხოსლოვაკიაში იქ გარდაიცვალა ნიჭიერი კაცი იყო ძალიან და ის პოლიტიკაში ვარ ყოფილიყო, მე ვფიქრობ,
უფრო მეტი თვითონაც ამბობდა თურმე რომ არ უნდა ჩავრეულიყავი პოლიტიკაში შეცდომა დაუშვია. ამათ ოჯახში ძალიან დიდი სტუმართმოყვარე ოჯახი იყო და იკრიბებოდნენ სხვადასხვა თანამდებობის ხალხი, მწერლები, პოეტები, ვინ ჩამოვიდოდა და ამ შეხვედრებს და მოწვევებს სიმონიკას ძმა გოგია ნანულის მამა იყო ასეთი მარიფათიანი კაცი ყოფილა და ის ყოფილა ამის მოთავე და ყველასთან შესული იყო ძალიან კარგად, მაგრამ დაიჭირეს რომ მე შევიკი ძმა ყავს და შეუგდიათ ციხეში, მეტეხში. ამ დროს ცოლი ყოლი ახალი გარდაცვლილი 40-იც არ ქონდა გადახდილი. წერმოშობილი, მგლოვიარე კაცი და გაუსდა გული და ციხეში გარდაცვლილა. ნანული დარჩა თურმე 6 წლის, ის ერთი გოგო და დეიდამ გაზარდა მე. და სიმონიკაც შეგი მოვიდა მე იქიდან წერილი ყველაფერი რომ კრემაცია უყვეს და ფერფლის სად იყო შენახული ყველაფერი ესეთ ცნობა ასეთი და ინახებოდა ეს სახში ახლაც არის ნათელას პორტმანში რომ სად არის მისი ფერფლის სადი ასე იყო ეს ამბავი